გამარჯობა ალდაგელებო, მე ვარ ქეთი, ეს არის MasterChef-ი. როგორც იქნა ვიწყებთ ჩვენს დიდი ხნის წინ დაანონსებულ შოუს. დღეს გვაქვს პირველი ტური, გვეყოლება 12 ალდაგელი მონაწილე, სულ გვექნება 6 ტური, თემატური. შოუს ბოლოს გავიგებთ ვინ იქნება ალდაგის MasterChef-ის ტიტულის მფლობელი. და ეს არის ჩვენი ჟიური, ქეთო ბექაური, ანუკი მელიქაძე და ზურა ვასაძე. ყველასთვის საყვარელი ალდაგელები და ერთი MasterChef-ი პროფესიონალი ქეთო ბექაურის სახით. როგორც იქნა დადგა ეს დღე და დავიწყეთ ალდაგის MasterChef-ი, სულ მალე შემოვლენ ჩვენი მონაწილეები და ერთი სულიერ თვლის დაიწყებენ მზადებას სამზარეულოში. ყველას უსურვებთ წარმატებას. ხდება ძალიან საინტერესო და სახალისო. მოგესალმებით მეგობრებო, თქვენ ხართ შოული 12 მონაწილე, გილოცავთ და გაგაცნობთ დღევანდელ დავალებას. დღევანდელი თემა არის საუზმე, თქვენ გაქვთ განსაზღვრული ინგრედიენტები და არის ერთი განსაკუთრებული ინგრედიენტი, რომელიც აუცილებლად უნდა გამოიყენოთ დღეს თქვენს კერძში. მთავარი ინგრედიენტი არის ქლიავი. ამას თუ როგორ მოამზადებთ, ეს მხოლოდ თქვენს ფანტაზიაზე და კრეატივიზმზეა დამოკიდებული. დრო გაქვთ 9 საათი. წარმატებები მეგობრებო. აბა თქვენ. წარმატებებს გისურვებთ. სამზომი, ჩაი, თო. მოვედი საკმაოდ მომზადებული, ხედავ ქლიავს. რა გინდა ამ ქლიავს გავუკეთო ქლიავის საუზმეზე. ყველაზე რთული იქნება ყველა პროდუქტის გამოყენება, როგორ დააბალანსებენ გემოებს, შეწვავენ კვერცხს თუ მოხარშავენ, ბეკონს თუ მადიზამენ თუ შემწვარს და ძალიან საინტერესო არის როგორი გამოვა ბოლოს. დრო რამდენი დარჩა? აქაც ლამაზი ფერთა გამა. მე მინდა ეს ყველაფერი ერთად მოვთუშო კვერცხთან ერთად და შემდეგ ბისკეტით დავადო პურებს და ნახოთ როგორი გამომივა. მე გემრიელ საუზმეს მოგვიხსენებ. იმედი მაქვს. ჩემი დილა იწყება გემრიელი საუზმით და დღეს ვერ მოვასწარი საუზმე და იმედია ჩემი დილა გემრიელი 12 საუზმით დაიწყება. არ ვიცი, ახლა სუნს მიუყვები და ვნახავ ის რა დაეწვა. წავყვეთ. გახდება აბა შევხედოთ. მოიფიქრე რა საკეთებ? მოვიფიქრეთ. აბა ეს რაღაც მოვიფიქრე და იმედია დამეხმარებით, რომ აი ეს გავაკეთო რულეტივით. ალბათ ომლეტს. კლასიკური რეცეპტისგან წახვედი ესე იგი. ბენედიქტ წოფია ვიდეოში და ბოლოს მომუხარშო. და საინტერესოა. ეს არის რომ ტექნიკებით იცით. მადლობა YouTube-ს, ძალიან გუნდურად მუშაობენ და ერთი მეორეს უცმობენ და არ იქნება პრობლემა ჩაეტევა ყველა დროს. ჩემი სეტაპაზე თავარი კრიტერიუმი იქნება გემო და ფანტაზია რა თქმა უნდა. თავარი იყოს ვიზუალურად ლამაზი და ვიზუალთან ერთად გემოც იყოს ძალიან გემრიელი და ჯანსაღი, რომ ესე კარგ განწყობაზე დაგვაყენოს, რომ კარგი შეფასებები ვქონდეს. ძალიან კარგი. ნაყავ ქლიავს და შაქარს ვეძებ თუ გვაქვს საშუალება თუ არ შაქარი არ გვაქვს, სიტყვა აქვს თავისი. სიტყვა რა თქმა უნდა ცოტა პანიჯვიცვასაც ალბათ შეუმატებს იმ ჯავშთან ამ სხვა ჯავშს ვერ მოვიდა. შეიძლება დამოკიდებული ეგ. კონკურენტმა მომიშორა. ხო, მე და მარიამი ვამზადებდით ერთ ქურაზე და ჩემი ბეკონი რო იწვებოდა, მარიამს დაეწვა ხელი და ძალიან წუხარ ამის გამო. ძალიან საინტერესოდ გამოიყურება და მრავალფეროვნება. მე ვარ სხვადასხვა რაღაცა, 12 მაგაზინი განსხვავებული. ექცეგივე ინგრედიენტები. ყველამ გახსნა ფანტაზია, სხვათა შორის არ მოველოდით. ბენედიქტს ვამზადებ, იმედია მოხარშავ კარგად და მე დასრულდება კვერცხის გული გადმოვა გაჭრის დროს. მიუხედავად იმისა, რომ ცოტა კამფორა გვაქვს, გუნდური მუშაობის დახმარებით ეხმარებენ ერთმანეთს და ყველა ახერხებს, რომ მიიყვანოს თავის კერძი ბოლომდე. გამარჯობა ყველას უნდა, მაგიტომ ვართ აქ. რა თქმა უნდა, მინდა მეც. ვიქნებოდ ცოტა მარილი უნდა კი. გემრიელია? პერსპექტივა აქვს, მაგრამ როგორ დაასრულოს, მე საინტერესო იქნება. ეს რა არის? ბეკონის ცხიმში შემწვარი ქლიავი. სხვადასხვა გაგესინჯავს?
იმას რომ ხარ. დროში თითქმის ჩავეტიე. აი ისიც უბრალოდ ჩერი ბოლოში მივადე, თორე რეალურად დანიშნული მქონდა საათშიც. ჩემ საათს და დროში ჩავეტიე. ვერ მოასწარი, უცებ გასქურასთან ვერ მივედი. ხელი რო დამეწვა, უცებ ვერ მივაქცია, კარგად ყურადღებას სწრაფად ამოვიღე. საბოლოო ჯამში გამოვიდა კერძი. დავგემოვნოთ ხო? ძალიან სანერვიულო იყო, რატომღაც უჩვეულოდ ნერვიულობდი ამ დღესზე, მაგრამ მივიღე უდიდესი სიამოვნება. ტრადიციულად ქლიავის სალატი აი, ჩვენიერი. გული გადმოვიდა მეგობრებო. იკონია, ჩემი აზრით ცოტა. ეს ისა ძალიან მინიმალური, ოდნავ ცხენი. მაგრამ კარგია. ფიქრობ, კარგად შემოფასა. ცოტა ერთი ის იყო პური, ცოტა არ გამომივიდა ისეთი როგორც მინდა. ჩამბალია. ბეკონის რბილი არის. ნამეტანი ნაუცბადება. მოგვიტანა კერძი. სამსახურში გაგვიანდებოდა. დილით უცბად გავაკეთე უბრალოდ საჭმელად და ესე უცბად გავიქცევი სახში ალბათ. გადავწყვიტე რომ მაქსიმალურად სუბუქი ყოფილიყო ჩემი კერძი. გახუხულ პურზე დავდე ნახევრად შემწვარი კვერცხი, ასე ვთქვათ, სკრემბლი. ზემოდან დავადე შემწვარი ბეკონი და ასევე ბეკონის ცხიმში შევწვი ქლიავი, რომელმაც დიდი შთაბეჭდილება გამოიწვია ჟიურიზე და მე მგონი კმაყოფილი არის ჩვენი ჟიური ჩემი კერძით. ბეკონი არის ცხიმის გარეშე შემწვარი და პილპილით შეზავებული. ამიტომ მე ისევ სალატით ვიწყებ. გული დამწყება რომ მოვხვდა და ვერ გადავიდე შემდეგ ტურში, მაგრამ კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით. კვერცხი ჩემთვის არ არის მარილი. აი, ამას ქონდა რაღაც. ეტყობა იმას, აი. ხო, ნუ არათანაბრად არის განაწილებული ფაქტია. დესერტის გემო უფრო ჩემთვის ვიდრე. იმიტომ რომ ხო რაღაც ესეთია. ტკბილია. სიტყვასკენ იყო წასული. ესე თქო? კი. და უფრო კარგად რომ დაბრაწული იყო ეს თვითონ ბრუსკეტი. ბეკონი კარგია. ნამდვილად და პური გავსინჯოთ, კიდე რაც არ გაგვისინჯავს. ძალიან აი ესე სველი იქნება თუ არა. კარგად გამოიყურება. ერთი წუთი ადრე რო აგიღო, უკვე კარგი იქნებოდა. ხო, ბოლო იყო და თავიდან ერთად ოფლეცხელი რა ყოფილიყო, უკეთესი იქნებოდა. საკმაოდ ვიმსჯელეთ და მართალი გითხრათ, დიდად არ გაყოფილა ჟიურის აზრები, ძალიან ბევრ რამეში დავეთანხმეთ ერთმანეთს და გვაქვს ერთსულოვანი შეჯამება დღევანდელი ტურის და გოგოები ამ ყველაფერს წარმოვიდგენენ. ყავს სამი საუკეთესო კერძის ავტორი. პირველი ყველაზე მეტად რომელიც მოგეწონა იყო ანრის კერძი, ბენედიქტი. კერძის ავტორი იყო ანი ცეცოგი. ასევე ძალიან მოგეწონა გიორგი რადეიშვილის შესრულებული კერძი. და ყავს კიდე ერთი საუკეთესო კერძის ავტორი ნინო ჭიკვაია. პირველი კერძი, რომელიც ვფიქრობთ, რომ დახვეწას საჭიროებდა, იყო აკაკის კერძი. მეორე იყო, რომელსაც საკმაოდ აკაკა მარილი, გაგის კერძი. მესამე აუტსაიდერი არის მარიამი. ნუ რას ვუძავ წესები ესეთი. პირველი სამწუხაროდ დაგტოვებს აკაკი. მადლობა.
მეორე აუთსაიდერიც უნდა ვთქვათ, რომელიც დატოვებს დღეს ჩვენ შოუს. და ეს არის მარიამი. ძალიან დაძაბული შოუ იყო. მე მგონი ყველაფერმა კარგად ჩაიარა. გილოცავ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. შევხვდებით შემდეგ ტურში. სამწუხაროდ ორმა მონაწილემ დაგვტოვა, თუმცა ისინი მაინც ჩვენს გვერდით რჩებიან და დანარჩენ მონაწილეებს წარმატებები ყველა შემდეგ ტურში შევხვდებით.